გამარჯობათ 2026 წლის 19 ივნისია ვიმყოფები მესტიაში როგორც მოგეხსენებათ დღეს გამოტანილი იქნა განაჩენები გასული წლის 4 ოქტომბრის საქმეებთან დაკავშირებით კერძოდ მოგეხსენებათ მაშინ პრეზიდენტის სასახლესთან დაკავშირებული ამბები და მათ და განაჩენები იქნა გამოტანილი ბატონი ექიმი ბატონი გიორგი ჩახუნაშვილის მიმართ და ასევე სხვა პირების მიმართ, რომელთაც მიესაჯათ თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით. 5 წლის ვადით. სანამ დეტალებზე გადავიდოდი აღნიშნულს და სხვა საკითხებზე სასაუბროთ, მოგიწოდებთ იმათ, ვისაც აქ ამ პლატფორმაზე, ამ აკაუნტზე ჩემი აქტიურობა საინტერესოდ და საზოგადოდ სასარგებლოდ მიგაჩნიათ, რომ გამოიწეროთ, ანუ დააფოლოვოთ ეს აკაუნტი, დასვათ მოწონებები, ანუ ლაიქები და გააზიაროთ იმ მიზნით, რომ თქვენ და უფრო მეტ ადამიანს უფრო მეტი წვდომა რო გქონდეთ ამ აკაუნტზე არსებულ მასალაზე. მე ვცდილობ, ხშირ შემთხვევაში ჩემი აქტიურობით ვცდილობ, რომ სხვადასხვა მიმართულებით ეს იქნება პოლიტიკაში, საერთაშორისო პოლიტიკა, საქართველოს შიგნით არსებული პოლიტიკური ვითარება, ეკონომიკა, მაკროეკონომიკა იქნება, მიკროეკონომიკა, იურისპრუდენცია და ასე შემდეგ. ის გარკვეული ცოდნა, რომელიც მე გამაჩნია, გაუზიარო იმ ადამიანებს, რომლებიც ნაკლებად ერკვევიან ზემოხსენებულ საკითხებში, მაგრამ აქვთ ინტერესი და აქვთ სურვილი, რომ აიმაღლონ ცოდნა ზემოხსენებული მიმართულებებით. ვინც მიცნობს, იმათმა ბევრმა იცის, ხოლო ვინც არ იცის და ახლა მოისმენს ამ ლაპარაკს, მათ მინდა უთხრა, რომ მე წინა ხელისუფლების პერიოდში, როდესაც ნაციონალური მოძრაობა იყო ხელისუფლების სათავეში და ბატონი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტი და ამ ხელისუფლების პერიოდშიც ჩაბარებული მაქვს ადვოკატის გამოცდები სამოქალაქო და ადმინისტრაციული მიმართულებით, პროკურატურის ტესტირება, პროკურატურის გამოცდები, რომელიც თავისთავად სისხლის სამართლის მიმართულებაა და მოსამართლის გამოცდები სისხლის სამართლის სისხლის სამართლის მიმართულებით. ანუ იმ ხელისუფლების პერიოდში ჩავაბარე, შემდეგ ვადა გაუვიდა და სამივე ზემოხსენებული გამოცდები, ანუ ტესტირება ისევ ხელახლა ჩავაბარე. ანუ სამოქალაქო და ადმინისტრაციული სპეციალობით ადვოკატის გამოცდები, პროკურორის გამოცდები და სისხლის სამართლის სპეციალობით მოსამართლის გამოცდები. ახლა ამას არ ვამბობ, იმიტომ რომ უბრალოდ ამით მე მინდა ვთქვა, რომ ანუ ეს ალბათ ადასტურებს იმას, რომ არც თუ ისე დაბალ დონეზე და შეიძლება ითქვას, რომ საკმაო დონეზე მე ჩახედული ვარ იურისპრუდენციაში. ზემოხსენებულ განაჩენებზე, რაც მე ვილაპარაკე, ახლა მე დღეს, როდესაც მედიას უსმენდი, არის შემდეგნაირი ვითარება. მაგალითად, კონკრეტულად ბატონ გიორგი ჩახუნაშვილზე მიდის ლაპარაკი, ახლა დღესაც რაც ახლა მედიაში მოვისმინე, რომ ის იმყოფებოდა პრეზიდენტის რეზიდენციის ეზოში, როგორც ექიმი და უწევდაო დახმარებას იმ პირებს, ვინც დაზიანებები მიიღესო. ახლა ჩემის აზრით აუცილებელი არის, რომ საზოგადოება არის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, საზოგადოებამ უნდა იცოდეს დეტალურად ბატონ გიორგი ჩახუნაშვილის მიმართულებით თუ რა ხდება. თუ კი მართლა ის იმ მომენტში შესული იყო პრეზიდენტის რეზიდენციის შენობაში, ესა უკაცრავად პრეზიდენტის რეზიდენციის ეზოში, იმისათვის რომ გაეწია როგორც ექიმს დახმარება დაზარალებული ადამიანებისათვის, რომლებმაც ფიზიკური დაზიანებები მიიღეს, მაშინ და თუ კი სხვა რაიმე მტკიცებულება მის მიერ ზემოხსენებულ მოქმედებაში, ზემოხსენებულ ამბებში მონაწილეობისა არ არსებობს, მაშინ ხოლო თუ არსებობს, მაშინ ჩემი აზრით საზოგადოებას აქვს უფლება მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე ნახოს ზემოხსენებული მტკიცებულებები. ხოლო თუ მხოლოდ ვინმე ჩათვალა, რომ მის მიერ ის ზემოხსენებული დანაშაულებების ჩადენა რომელ დანაშაულებიდან გამომდინარე მას მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა, ანუ სისხლის სამართლის კოდექსის 222 და 225 მუხლები,
თუ სხვა რაიმე მტკიცებულება გარდა იმისა, რომ ის გადაღებულია იმ ეზოში და ხალხს უწევს როგორც ექიმი დახმარებას, მაშინ ჩემი აზრით აქ უკვე ძალიან შემდეგნაირად ვითარდება მოვლენები. აი მაგალითად, ახლა მე მინდა გითხრათ, რომ საქართველოს სისხლის სამართალში არის ასეთი ფენომენი, რომელიც ნიშნავს, რომ თუ კი ადამიანი ჩადის მაგალითად ისეთ ქმედებას, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსით დანაშაულად ითვლება, მაგრამ ეს გააკეთა უკიდურესი აუცილებლობით, ანუ არსებობს უკიდურესი აუცილებლობის მუხლი, სისხლის სამართლის კოდექსის 30-ე მუხლი. იმისათვის, რომ ახლა მე თქვა დაინტერესებულ პირებს მოგიწოდებთ, თავად გაეცნოთ საქართველოს სისხლის სამართლის 30-ე მუხლს, სადაც ლაპარაკი არის, რომ თუ კი ადამიანი ზემოხსენებული კოდექსით ჩადენილ ქმედებას განახორციელებს უკიდურესი აუცილებლობით, აი მაგალითად იმისათვის, რომ გარკვეული ზიანი უნდა იქნას აცილებული პირადად მასზე, თუ სხვა პირზე, ანუ თუ მიაყენებს ზიანს სხვა ზიანის მისაყენებლად, სხვა უფრო დიდი ზიანის მისაყენებლად, ანუ თუ მიყენებული ზიანი ნაკლები თუ მიყენებული ზიანი ნაკლებ მნიშვნელობისაა, ვიდრე თუ კი მიყენებული ზიანი ნაკლებ სამართლებრივ სიკეთეს, თუ კი დაზიანებულია ნაკლები სამართლებრივ სიკეთე და გადარჩენილია უფრო მეტი სამართლებრივი სიკეთე, ასეთ შემთხვევაში ზემოხსენებული მუხლი ამბობს, რომ ის დანაშაულად არ ითვლება. და თუ ახლა მაგალითად ის არ მონაწილეობდა ზემოხსენებულ პროცესებში, თუ ის იმ ღობეში შევიდა მხოლოდ იმისათვის, რომ დახმარება გაეწია როგორც ექიმს დაზარალებულებისათვის, მაშინ ჩემი აზრით ეს უკვე მაშინ მის მიმართ განაჩენის გამაუტყუებელი განაჩენის გამოტანა და ხუთწლიანი თავისუფლების აღკვეთა, ჩემი აზრით ეს ასეთ შემთხვევაში უკვე ძალიან ჩემი აზრით ძალიან მისი ზემოხსენებული განაჩენის ადეკვატურობა ბატონ გიორგის ქმედებას მიერ განხორციელებულ მოქმედებასთან ჩემი აზრით საკმაოდ სათუო ხდება. თუ ასე იყო, თუ კი ის შევიდა იქ, თუ კი მის მიმართ სხვა რაიმე ფაქტები არ არსებობს, რომ მან რაიმე კანონსაწინააღმდეგო მოქმედება ჩაიდინა, გარდა იმისა, რომ შევიდა იმ ღობეში და დახმარება, როგორც ექიმი დახმარებას უწევდა ხალხს, მაშინ მიმეორებ, თუ სხვა რაიმე მტკიცებულება არ არსებობს. ხოლო თუ არსებობს, მე მიმაჩნია, რომ საზოგადოებას, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, აქვს უფლება მაშინ რომ ნახოს, გაეცნოს და წარედგინოს საზოგადოებას დამადასტურებელი მტკიცებულებები ზემოხსენებული რაიმე ისეთი ქმედებისა, თუ ასეთი რამე არსებობს. ახლა რაც შეეხება ზოგადად ამ დღევანდელ განაჩენებს, მე მიმაჩნია, რომ ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქვეყანაში არის საკმაოდ რთული პოლიტიკური ვითარება. ქვეყანაში არის ისეთი ვითარება, როდესაც ხშირ შემთხვევაში საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით გამოტანილ განაჩენებთან საკმაოდ დიდი კითხვის ნიშნები არსებობს. ეს იმ ვითარებაში, როდესაც უყენებენ ადამიანებს ბრალდებებს და გამოაქვთ განაჩენები საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით და ამ დროს საპროტესტო აქციებზე ძალადობრივი თავდასხმებში მონაწილეობასთან დაკავშირებით მოგეხსენებათ, რომ ადგილი ჰქონდა მრავალ ძალადობრივ თავდასხმებს საპროტესტო აქციების მონაწილეებზე და დაპატიმრებული არის ისიც, თქვენ წარმოიდგინეთ, დაახლოებით წელიწადი თუ წელიწადნახევრის დაგვიანებით და მხოლოდ რამოდენიმე ადამიანი დემონსტრანტებზე განხორციელებული ძალადობის ბრალდებით